გამარჯობათ, მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ დღეს 28 ოქტომბერია, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე არის საქართველოს ისტორიისთვის. მე ახლა ხალხს საქართველოს რესპუბლიკაში წავიკითხე, რომ ეს დღე შეიძლება დაწესებულიყო და სურვილი არის ძალიან ბევრი ადამიანისა, რომ ქართველი ხელმოქმედების დღე წოდებულიყო. 160 წლის დავით ხარაჯიშვილი დაიბადა, ცნობილი ქართველის და პირველი გამოჩენილი ხელმოქმედისა. საჩვენებისათვის ბილ გეიტსის დღეს არის დაბადებული ის ძალიან გამორჩეული ხელმოქმედი და ამავე დროს მინდა იცოდეთ, რომ ქართული კონიაკის 120 წლისთავია რუსეთის იმპერიაში პირველი და ერთადერთი მწარმოებელი იყო კონიაკისა დავით ხარაჯიშვილი და ერთგვარად აღის აი ამ დღის დაწესებად იმად რასაც ქართული ხელმოქმედება თუ საერთოდ ესეთი დავრჩა. მინდა გითხრათ, რომ დღეს ქართულ თემებზე გვექნება საუბარი, საქართველოსზე გვექნება საუბარი, ჩვენი სტუმარი დაპირებისათვის გახლავთ ბატონი გუბას სანიკიძე, დიდი მადლობა ბატონ გუბას ჩვენთან მობრძანებისათვის და ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ მეორე ბლოკი ჩვენად მიეძღვნება დაეთმობა უпростоრად ტელეკომპანია იმედისა და საწმის პლატოსთან დაკავშირებულ საკითხებს, უпростоრად დაემთავრებს დღეს ქალბატონმა ინა გუდავაძემ თავის ოჯახთან დაკავშირებული საკითხების ქუჩაში გადაწყვეტის შესახებ და საერთოდ აი ამის გარშემო სპეციალური კონფერენცია ჩაატარა პრესკონფერენცია და მე თვალავსები ბატონი ბადრი ტადაკაშვილი დაიქნება ჩვენი სტუმარი და ბატონი გია ხუხაშვილი. ალბათ მეცნება არის რომ ჩვენ ვახსენებთ დავით ხარაჯიშვილი, ალბათ მეცნება ის რომ ქართველებს ესეთი ადამიანი მოუვლინა, რომელიც ყველაფერს თავი დავანებოთ, ის ცნობილი ფეოდალეულების შეკრებები არაფერი არ იქნებოდა, ძალიან ფერხსავად დაჭებოდა ქართულ ისტორიაში, რომ არ ყოფილიყო ესეთი ადამიანი, რომ არ ეფიქრა ამ ადამიანსა და სხვა ფეოდალეულებსაც საქართველოზე, ქართველობის გამრავლებაზე, ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. ბევრი ადამიანი შემოიკრიფა ილიამ თავის გარშემო და ერთ-ერთი ნათელი გამოცდილება იყო დავით ხარაჯიშვილი. ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი იყო და ძალიან დიდი ქართული საქმეების დასრულება მოახერხა ამ ადამიანთან ერთად იმ დროიდანმა ქართულმა საზოგადოებამ. უცნაური არის, აი გეხსოვებათ ალბათ ილიას სიტყვები, რომ გულში გქონდესო. მოკლედ რეალურად თუ კი ალტონი და დალტონი ყველა ხდებოდა და მithumetes ილია ხდებოდა რა კოლოსალური და დიდი ძალა იყო იმდროინდელი რუსული იმპერია და როგორ უნდა გამტკიცებულიყავი და დაგვემკვიდრებინა ჩვენი ადგილი და პრინციპი ამ ადამიანმა მშვენიერი და კლასიკური თეზისი შემოგვთავაზა მაშინდელიდან მოყოლებული და დღემდე ვისაჭკუა გამოიყენებს ამას. კონების ბრძოლა, კონების გამარჯვება. ეს არის დავიწყებული. ის ადამიანი ვიქადაგებდა რომ გონება ჩვენი ინტელექტუალური რესურსების დაზოგვა გამრავლებით მივახცევთ ჩვენს ადგილს, დავემკვიდრებთ ჩვენს ადგილს. დღეს რატომ ციფრის არავინ არ ფიქრობს, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო ზონაზე არც პოლიტიკა მინახავს და არც სურვილი რომ გონებით მოგვეყვეს ვინმეს, ჭკუით მოგვეყვეს. ყოველთვის ქირქილობდნენ ქართველებზე, რომ ემოციას აყოლილი ხალხი არის და ირაციონალურადაც გვიწვინენ ძალიან ბევრ აქციებს და ეს უფრო ირაციონალიზმი ჩანს, ვიდრე გონებითი სვლა. აი საუბრის დასაწყისში საუბრობდი ჩვენ სანამ ეთერში შემოვიდოდით, ბატონმა გუბაზმა გააჩერა გორბაჩოვის გეწოდებაც. ალბათ საქართველოს მოუწევს ფედერაციული წყობაო. რატომ უნდა გვიჩიოს ხმამ, რატომ უნდა დაგვაკვალიანოს ხმამ, რატომ არ მოგვაშკა ჩვენ რესურსი, რომ კატაკლიზმებისა და ყველების გარეშე რაღაცა დაგვეღებინა კავკასიაში. მოგესალმებით, სირფასო მეგობრებო. ახლა დავით ხარაჯიშვილი არის დიდი მოამაგე ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი ერისა. თავის ბატონო აი 20 საუკუნის შუახანებში რამდენი გენიოსი ყავდა ჩვენ თითქმის ყველა დარგში მეცნიერების. ეს იყო მისი დამსახურება და მისნაირი ქართველების დამსახურება. ეს მართლაც რომ დიდი მოღვაწე იყო და მან ქართული კულტურა თუ არსებობდა, ქართული მეცნიერება თუ არსებობს, რომის წილი, ეს არის დავით ხარაჯიშვილის დამსახურება და უნდა ხდებოდეს ასეთი ადამიანების ცხოვრების პროპაგანდირება, უნდა გავაცნოთ მათ ჩვენ ხალხს, როგორი ქართველები ცხოვრობდნენ
თუნდაც მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში გაშვებოდნენ, როგორ მოღვაწეობდნენ, რომ ფული მათთვის აბსოლუტურად სხვა დანიშნულების იყო, ვიდრე დღეს აქვს ფულს ასეთ დანიშნულება, დღეს პირადი ბედნიერებისთვის არის ფული პირველ რიგში და მათთვის ეს იყო საზოგადო, საერო დანიშნულების საშუალება იყო და ძალიან ეფექტურად იყენებდნენ ისინი და დღემდე რომ მოვედით ჩვენ ავად თუ კარგად, სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურება, ამიტომ სრულიად შეიძლება დღეს მიულოს სრულიად საქართველოს, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის დაბადების დღე არის. დავით სარაჯიშვილის და ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები, ხო? რაც შეეხება ამ მიმდინარე პროცესებს ჩვენთან, ხო? თავარი საკითხი ჩვენი საზრუნავი ქართველობის და არა მარტო ქართველობაში ყოველთვის ვაფიქსირებ ამას და აქ ეთნიკურ ქართველებს არ გულისხმობ, ქართველობაში შედის ყველა, ვინც ჩვენთან ცხოვრობს და ვინც ამ ქვეყნის პატრიოტი და შვილი არის. თავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყანა, ხო? ახლა დღეს გაჟღერდა ჩვენი ტელევიზიების საშუალებითაც, რომ საუბარი დაიწყეს უკვე რუსებმა, ახლა რუსებსაც არ უხდით მანდამაინც კარგად არ აქვს საქმე, მოგეხსენებათ, მათ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ და უფრო მეტი ელოდებათ ჩრდილოეთ კავკასიაში და რაც თავარია, ამ სამხედრო ავანტიურით, რომელიც ორივე ხელისუფლების ბრალია, ქართულისაც და რუსულისაც, შედეგი ვერ მიიღეს მათ. ანუ მათი მთავარი ამოცანა რა არის, რომ კავკასია უნდა გაკონტროლდეს მათ მიერ. კავკასია კონტროლდება ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებობით, რუსეთს აქვს გარკვეული ურთიერთობა სომხეთის რესპუბლიკასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და დარჩენილია ეს ხიდი, დავარქვათ, ეს ზონა, ძალიან ცუდი სიტყვა, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ რაღაც გეოსტრატეგიული ზონა. ჩვენ სახელმწიფო არა ვართ, სამწუხაროდ ეს დადასტურდა, არაერთგზის გვისაუბრიანეთ და თქვენს და ძალიან ბევრსაც, რომ საქართველო არის ძლიერი ქვეყანა, მაგრამ არის ძალიან სუსტი სახელმწიფო. და ფაქტიურად ქართული სახელმწიფო არ არსებობს, ახლა დღესაც უყურებდით პირდაპირ ეთერში საგამოძიებო კომისიის მუშაობას, მე ახლა ამ კომისიის მუშაობა რო უსმენდი ამას, ჩვენ მოგვიგია ეს ომი და ეს გოგავა და ეს ვიღაც ვიგინდარები, რომლებმაც ამ ქვეყანას ასე ძლიერი მარცხი აწვნიეს, აქ თავს იმართებენ კი არა, იქეთ გვარწმუნებენ, რომ თურმე როგორ კარგად ყოფილა ქართულ არმიაში საქმე და ფაქტის უსხვაზე მეტყველებს. ხო, არა, ეს სასაცილოა, სატირალი რო არ იყოს. ამდენი დანაშაულის ქვეყანაში დამნაშავე ისევ არ იძებნება. გაიქცა ბოლო 20 წელია ქვეყანა და ერთი დამნაშავე არ გამოჩნდა, რომელსაც პასუხი შეიძლება მოეცხოვოს მიმდინარე პროცესებზე, რომელმაც ღრმა კრიზისში და ღრმა კატასტროფაში აღმოაჩინა ჩვენი სამშობლო. ამ გორბაჩოვის გამოსვლაც, ხო, ეს ნიშანდობლივია, რომ რუსები გარკვეულწილად ეძებენ გამოსავალს ვითარებიდან, მათ ესმით ერთგვარად მათი სურვილები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიერთების ეს არის გამორიცხული, ეს პირდაპირ ანექსია არის. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ აი რაღაცა იდეების გენერირება მოახდინონ და ისეთი ადამიანები აკეთებენ ასე ამას, როგორც არის გორბაჩოვი, რომელსაც საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს დასავლეთში, ევროპაში. და ეს, შემოუშვეს ეს თემა, რომ აი ფედერაციული სახელმწიფო, შემოგვიგდეს ხოდით ეს. ხო, და არ იყო გასწორ თეატრებში. ეს დიდი ხანია ფიგურირებს ეს იდეა, რომ რამოდენიმე სახელმწიფო წარმონაქმნისგან